დღეს თქვენ იცით, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ფონდები. მოხდა რამდენიმე ფონდის ანგარიშების დაყადაღება. თქვენ როგორ შეაფასებთ ამას პოლიტიკურად? მე ვფიქრობ, ამ ფონდების დაყადაღება გაცილებით უფრო ადრე უნდა მოხდარიყო და მე ვფიქრობ, გამოძიება ამ მიმართულებით საკმაოდ გაიწელა. ეს არის ძალიან ნორმალური, ნაბიჯი, ჩვეულებრივი, ნორმალური, ლეგიტიმური სახელმწიფოსათვის, როდესაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ფინანსირდება საბოტაჟი და ხელი ეწყობა, ასე ვთქვათ, აგრესიას, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, იქ შესაბამისმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ. აი, წარმოვიდგინეთ, კანონი გამკაცრდა ძალადობის გამოყენებისათვის მიტინგებს, ხო? ეს არ ეხება ჩვეულებრივ მომიტინგეს, რომელიც გამოთქვამს რაღაცა პროტესტს, ეხება მას, რომელიც როდესაც ხალხის რაოდენობა საკმარისი არ არის და თქვათ შეეცდება ქუჩის გადაკეტვას და როდესაც მას გამოუწერენ ჯარიმას, ჯარიმაც გაზრდილია სწორედ იმიტომ, რომ პრევენციული ხასიათი ქონდეს, იმიტომ გაიზარდა ეს ჯარიმა და უცებ ამ დროს მოდის ფონდი და ეუბნება, რომ იცით რა შენ მოდი მაინც გადაკეტე, მოდი მაინც გააკეთე ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება და მე დაგიფინანსებ. ანუ რა გამოდის, რომ პრევენციული ხასიათი არ უნდა ქონდეს კანონს, ანუ კანონსაწინააღმდეგო ქმედება უნდა წავახალისოთ და მე დღეს მოვუსმინე პროკურატურის განცხადება, სადაც პირდაპირ გადარიცხვებში ეწერა წინა ხაზზე მდგომი ბავშვებისათვის აერწინაღებიო თუ რაღაც აი ესეთი, ნუ პირდაპირ ეწერა გადარიცხვებში, რისთვისაც იყო ეს დანიშნული. ანუ რას ნიშნავს, რომ მოდი შენ შეებრძოლე ახლა პოლიციელს, მოდი ესროლე მოლოტოვის კოქტეილი და მე მოგცემ რაღაცა აღჭურვილობას, რომ შენ ნაკლებად დაზიანდე. წაქეზება ხდებოდა ამ ფონდები და წაქეზება ხდება და თან წაქეზება ხდება, ანუ ეს ხომ არ არის მშვიდობიანი პროტესტის წაქეზება. ეს ხომ არ არის საუბარი, რომ ბანერი დაბეჭდა. ბანერის დაფინანსებაზე ხომ არ არის საუბარი. აქ არის აგრესიული ქმედებების დაფინანსებაზე და ძალადობის დაფინანსებაზე საუბარი, საბოტაჟის დაფინანსებაზე. ხა იქ რა თქმა უნდა დავა არ არის იმაზე, რომ ვიღაცამ სიტყვაზე ფლომასტერი იყიდა, ან მეგაფონი იყიდა. ამის გამო ასეთი გამოხატვის უფლება რა თქმა უნდა აქვს და ეს ჩვეულებრივ მშვიდობიანი მიტინგის ჩარჩოებში ხდება და ამის წინააღმდეგ საქართველოში არც არავინ არ არის და არც კანონები არსებობს ამის წინააღმდეგ.